Როგორი ბრაზიანები ყველანი ტოვებდით დღეს სასამართლო დარბაზს. სხვათა შორის ბევრის კომენტარი წინასწარ იყო ასეთი, რომ მაინც აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება სხვა ტიპის გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. კი, ერთ-ერთი მათგანი მეც ვიყავი, ვისაც რაღაცნაირად ბოლომდე მაინც მჯეროდა, რომ რაღაცა ერთი ნამუსის სინდისის ნატამალი, სასამართლოს არსებობის ნატამალი მაინც იყო დარჩენილი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს ჩემი იმედები დღეს გააცრუეს და პოლიციასთან შელაპარაკებას რაც შეეხება, აღელვებული ხალხი, რომელიც გამოვიდა და თავის პროტესტს გამოხატავდა, რამდენიმე პოლიციელი იდგა და იცინოდა. ესე პირდაპირ მნიშვნელობით იცინოდა, რომ მივედი და ვკითხეთ, რომ რა გაცინებთ თქო, ამაზე უფრო იცინოდნენ. ეს იყო დაპირისპირების მიზეზი პოლიციასთან, შელაპარაკების უფრო სწორად და ერთ-ერთ პოლიციელს, რომელსაც ვუხსნიდი, რომ მეთქი თქვენ ჩემი პოლიციას ხართ, მეთქი და თქვენი იმედი უნდა მქონდეს თუ არ უნდა მქონდეს თქო, ამ პოლიციელმა გვიპასუხა, რომ თქვენ არ უნდა გქონდეთ თუ ჩემი იმედი. აი ესეთი სიტყვები მითხრა და მე რო ჩავეკითხე, ესე იგი, მეთქი არ უნდა მქონდეს მეთქი თქვენი იმედი თქო, რა გინდა ეხა ბიჭო, წადი აქედან ეს. ეგ იყო ხო, რომ რაღაც პოლიცია მე პოლიციასთან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად იქცევია, მაინც ყოველთვის ზრდილობიანად ველაპარაკები და ის მომმართავს მე ბიჭოთი ხო, რაღაცა ძველ ბიჭა პოლიციელები არიან და პირდაპირ თქვა, რომ თქვენი პოლიცია არა ვართო რა, რაც ნიშნავს იმას, რომ არიან პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პოლიცია. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიცია. ეს სასამართლოც არის ბიძინა ივანიშვილის და მთელი სტრუქტურა, სისტემა არის ბიძინა ივანიშვილის. მაგრამ ჩვენ ამას ესე არ დავტოვებთ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ამ სისტემას არ ჩამოვშლით. კი ბატონო, გიგა ესწრებოდით თავად პროცესს სასამართლოს ხდომაზე იყავით, ანუ აი ეს სულისკვეთ რა ჩამდა დარბაზში, სხვათა შორის, როცა ადგილზე ხარ, ყველა ის პროცესი, რომელიც ან გარედან გვინახავს და ან შიგნით დავსწრები ვართ, ემოციურადაც იქ დეტალებით ჩანს ზოგადად, რამდენად სამართლიან პროცესში მონაწილეობთ, ამიტომ იქ დასწრებას აქვს თავისი ეფექტიც. ანუ ესწრებოდით თუ არა, რა სულისკვეთება იყო სასამართლო დარბაზში? მსჯავრდებულებს რაც შეეხება, უკანონო დაპატიმრებულ ბიჭებს რაც შეეხებათ, ძალიან მხნედ არიან და მათი ეს მხნეობა განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე და ერთი წამით ვერ გატეხა სისტემა, ვერც ერთი. შესაბამისად ვერ გაგვტეხა სისტემა ჩვენ. სასამართლოსაც შეეხება, მე პირადად რამდენიმე სასამართლოზე ვარ ნამყოფი და ესეთი აბსურდი საერთოდ არ მინახავს. ანდრომ ძალიან კარგი შედარება გააკეთა კავკასთან, პროცესთან და მართლა ეგ ხდება, იმიტომ რომ იმდენად მოიშალა მოსამართლე თავისი სიტყვის თქმის დროს, რომ ლაპარაკობდა პროკურატურის სათქმელს. მე ეგეთი რამე არ მინახავს, რომ მოსამართლე ლაპარაკობდა, სამხილები როდის იქნება, მაგ დროზე ლაპარაკობდა და მართლა ეგეთი სასაცილო რაღაცა მე არასდროს არ მინახავს, რომ შუა პროცესის დროს გააწყვეტინეს ადვოკატებმა და აცილება მოითხოვეს მოსამართლის. კი ბატონო. ხო, ანუ ეგეთი რაღაცა სამართლიანი რაღაცა იყო და ამას უყურებდა საერთოდ. პროცესში არის ერთი ეპიზოდი, სამნაირი გამართლება არსებობსო, ნამდვილი გამართლება, მოჩვენებითი გამართლება და საქმის გაჭიანურება და რომელიმესთან გვაქვს ახლა კი მე მგონი რომელიღაც ასეთ ცხადია, გაჭიანურებას როგორც მესამე ვარიანტი გაჭიანურება და ძალიან საინტერესო არის ისიც, რომ თვითონ სასამართლომ შეცვალა ტაქტიკა იმ მხრივ, რომ ეს მოსამართლე თუ აქამდე პირდაპირ გაუსვლელად კითხულობდა განაჩენს, ეხა გავიდა, რაღაცა ჩვენ ნერვებზე ითამაშეს, ჩვენ მოლოდინებზე ითამაშეს, გავიდნენ, რაღაცა მოლოდინი შექმნეს თითქოს რამდენი ხანი რატო არის გასული, იქნებ რაღაცა ხო არ ხდება კარგი და გამოვიდა და წაიკითხა განაჩენი რომელიც დაწყებისთან არის გავაპროტესტეთ და ვტოვებდი დარბაზს და ჩვენამდე მოსამართლემ დატოვა დარბაზი, არც ჩაუკითხია ბოლომდე ეს განაჩენი ისე გაიძურწა დარბაზიდან. გიგა, მადლობა და ეხლა მაყურებელს ვაჩვენებ მე ამ მოსამართლის სიტყვას, მადლობა გიგა დათიაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.